არის თუ არა 19-ი ჩვენი იდენტობის ნაწილი. პირდაპირ ასე თქვა შალვა პაპუაშვილმა, რომ 19-ი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი არისო. ზუსტად გაიმეორა მარია ზახაროვას ფრაზა, რომ მადლობა ქართველ ერს, რომ არ გაცვალა ევროპის დღე 9 აპრილის დღესასწაულზე, ეს მათი იდენტობა არისო, ჩვენი საერთო იდენტობასთან ერთადო. მარტივად დავხსნათ მეგობრებო, თუ თავს არ დავიდებილებთ და ელემენტარულ ციგნიერებას და ელემენტარულ ისტორიის ცოდნას გამოვავლენთ, მე მგონი უნდა მივხვდეთ. მაგალითად, არის თუ არა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი ნადირ შაჰთან ერთად ერეკლეს მიერ ავღანეთის დაპყრობა. ქართველები იბრძოდნენ, დაიღუპნენ იქ კაც. ხო? იგივე ავღანეთი, რა ვიცი, აგერ უფრო ახლოს პერიოდში 1979 წელს, რომ შეიჭრა ბრეჟნევის დროს ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები საბჭოთა არმიასთან ერთად, ხო? ვიცით ხო ყველამის. ჩვენებიც მონაწილეობდნენ. იქ არის თუ არა ეს ჩვენი იდენტობის ნაწილი? რატომ არ ვზეიმობთ ავღანეთის დაპყრობას ან ამინის სასახლის აღებას? იქაც მონაწილეობდნენ ქართველები, რა ვიცი, იგორ გიორგაძეც იყო, როგორც ამბობენ. ეს კგბ-შნიკი. რატო ვზეიმობთ ამას? ან რა ვიცი, რომელიმე, რა ვიცი, თურქეთის ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში რო ვიყავით და ოსმალეთს ვეხმარებოდით მის დაპყრობით ომებში, აგერ სპარსეთს რო ვეხმარებოდით მის შემადგენლობაში ყოფით მის დაპყრობით ომებში, ასე შემდეგ. ფინეთის დაპყრობას და ფინეთთან ომს მართალი ექსალინმა სასტიკა წააგო ისო რაღაცნაირად ნაწილები ფინეთს ჩამოაჭრეს, ხო, მაგალითად კომის ნახევარკუნძული. ამას რატომ არ ვზეიმობთ? ანუ არ არის ხო ეს ჩვენი იდენტობის ნაწილი? აბა 9 მაისი რატომ არის ჩვენი იდენტობის ნაწილი? და ჩვენი მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი. გასაგებია 300,000 ქართველი დაიღუპა ამ ომში. ახლა გაიხსენეთ 300,000 ქართველი რომელ ქართულ ომში გამოსულა. როცა მაგალითად თბილისის კტანისის ომში ერეკლეს 10,000 ჯარისკაცი არყავდა. ხო? ან იგივე ჟორდანიას 21 წელში, რა ვიცი, 20,000 ჯარისკაცი ყავდა? აქ 300,000 წაასხეს. ვათუნა ამას დიდი ლაპარაკი რომ, რა ვიცი, ამის მიათედიც არ წავიდოდა თავის ნებით და მიასედიც თუნდაც, რა ვიცი. 700,000 წავიდა. თქვენი აზრით, თავით 70,000 მაინც გაბედავდა და თავის ნებით წავიდოდა ამ ომში? საბჭოთა დაპყრობიდან რამდენ წელში, ესე იგი 20 წელში. 21 წელში დაგვიყვარს 51 წელში წაგვასხეს და გენოციდი მოგვიწყეს. 100,000-ზე მეტი კაცი დაგვიღუპა, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით სტალინმა ჩააკლა ქერჩის ოპერაციას, ხო? ეს ქართული დივიზიები იყვნენ იქ, რა ვიცი. 51 არმიის შემადგენლობაში 252 დივიზია იყო. ქართული დივიზიები. იცით რა იყო ქართული დივიზიები? უმრავლესობამ ლუცლად ლაპარაკი არ იცოდა და ჯარისკაცებს ერთმანეთისთვის გაეგებინებიდით რა უნდათ. უფროსობას ქართველები იყვნენ ერთად, სულ ქართული დივიზიები იყო, ამიტომ. მერე ხრუშჩოვის დროს ეს აიგზალა ეს ყველაფერი. გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ ამდენ ქართული განწყობები იყო იმპერიაში. მოკლედ დაესე რა, ვიაზროვნოთ ცოტა. არ იყო ეს ჩვენი ომი, ჩვენი სამამულო ომი არ იყო ეს. კი, ჩვენ ვამაყოთ ფაშისტთან ბრძოლაში და ჩვენი წვლილი შეტანაში. კი ბატონო, გასაგებია, მე პირადად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 5 წევრი ოჯახიდან მონაწილეობდა, აქედან 3 უგზო უკვლოდ დაიკარგა იმავე ქერჩში. სტალინის მიერ წასხმული და ახლა წარმოიდგინეთ თქვენ 350,000 საჯიში ადამიანი დაგვიყופება. თალიც არ დაგავიწყეთ. ქერჩის ოპერაცია ჩატარდა 1942 წლის დეკემბერში. ახალი წლის წინა დღეები იყო. წყლის გადალახვის, წყლის შტურმის ოპერაცია ჩატარდა დეკემბერში. იქ ნახევარზე მეტი ტყვის გარეშე მოკვდა, რო იცოდეთ, რა ვიცი. გაიყინა. ყინულიანი წყალი იყო. მინუსოვანი ტემპერატურა იყო. და ამ დროს მოინდომა სტალინმა თავისი შიზოიდური გეგმით შეეკლა ეს უზარმაზარი რაოდენობა ქეშის აღებას. ბოლო-ბოლო ვერ წაიღო, ერეკიდან გამოყარეს სასტიკად. გერმანელებმა, კაცილებით, მცირე ძალებით. იმიტომ ეს
როგორც ყოველთვის უაზროდ დაგეგმილი ოპერაცია იყო. აი ეს ვიცოდეთ მეგობრებო. და 350,000 კაცი რო არ დაგუპოდა იმ ომში, წარმოიდგინეთ რამდენიმე მილიონით მეტი ვიქნებოდით მათი შთამომავლებიდან გამომდინარე. პირდაპირ მნიშვნელობით გენოციდი მოგვიწყვეს. ამ სულაძაღლებულმა სტალინმა, რომელსაც დღესაც ავიც მისტირიან და ეს იმბეცილები ადებენ და აქებენ. კაცმა, რომელმაც ტაოკლარჯეთი გააჩუქა ოსმალეთისთვის, სომხეთისთვის ლორეტაშირის გადაცემაში პირადად მონაწილეობდა, როგორც ამიერკავკასიის კავბიუროს ხელმძღვანელი, იგივე ჰერეთი და საინგილო აზერბაიჯანისთვის გადაცემაში პირადად მონაწილეობდა. სამხრეთ ოსეთის ავტონომია პირადად შექმნა და ასე შემდეგ. აი ეს კაცი არის და რა ვიცი. დადებილებული ხალხი მაინც იქ არის. ისე როგორც რუსეთის ერთმორწმუნეობაზე მელაპარაკებიან დღემდე, როცა რუსეთმა რა ვიცი ეკლესია გაგუქმა, დღემდე გვიბილწავს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჩვენ ეკლესიებს და მაინც ღნავიან რუსეთი ერთმორწმუნე. გაავრცელეთ მოკლედ ეს ვიდეო და ვიცოდეთ, რომ ჩვენი იდენტობა არის დიდგორი. აი ეს დიდგორი, აი ხო ნასკებიდან და ტრუსიკიდან რო ხტება პაპუაშვილი და ჩვენი იდენტობა ცხამაისი არისო. ეს ის კაცი ლაპარაკობს, რომელიც დიდგორის დღესასწაულს სახელმწიფო დღესასწაულად არ აღიარებს, იმიტომ რომ თურქეთის შიში აქვს და ეს ის ყაველაშვილია კიდე, რომელიც დიდგორობის დღესასწაულზე ქემალ ათათურქის საფლავთან თავს ურახუნებს მის საფლავის ქვას. ხო ნახეთ ეს ყველა. აღარ ლაპარაკობ კობახიძეზე, რომელიც გავიცი ჩინგისხანების და თემურლენგების საფლავებს მოილოცავენ ხოლმე უზბეკეთში რო ჩადიან. აი ეს არის. აი საჩმორეთი აზის თავზე საქართველოს. გამოიწერეთ ჩემი გვერდი. იხარეთ და იმრავლეთ.